მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე. მოგესალმებით, გამარჯობოთ. ბატონო ალექსანდრე, თქვენ პირველი იყავით ქართველებიდან, ვინც მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა უკრაინაში. რისი გაკეთება, რისი შეცვლა მოასწარით ამ პერიოდში ყველაზე მეტი დრო თქვენ გქონდათ? სამწუხაროდ ჯანდაცვის რეფორმაში ის დრო, რომელიც გქონდა, ეს არის საკმაოდ გააკეთა, თუმცა ძალიან ბევრი მოსამზადებელი სამუშაო გააკეთა. აქ მზადდება ახლა მთელი პაკეტი საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც საფუძველს დაუდებს მთლიანად რეფორმირებას, როგორც ჯანდაცვის სისტემის ფინანსირების, ასევე მთლიანად შესყიდვების პრობლემას მოხსნეს უამრავი პრობლემა არის დაგროვილი. წარმოგიდგენთ, უკრაინა არის 10-ჯერ უფრო დიდი ქვეყანა მოსახლეობითაც და ზომით კიდევ უფრო მეტი ვიდრე საქართველო, ამიტომ აქ უფრო დიდი ხანი დაჭირდება მომზადებას, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ სადღაც უკვე მარტიდან დაიწყოს ფართომასშტაბიანი რეფორმები, ამისთვის საჭირო არის საკანონმდებლო ბაზის შეცვლა, მთლიანად პარლამენტის ხარდაჭერა, რომ შეიცვალოს ძალიან ბევრი კანონი და ახალი კანონები დაიწეროს, ან თქო შევიდეს ცვლილებები. აუცილებელია ძალიან ზედმეტად დარეგულირებული რეგულაციების ფონის მოხსნა, რომ ცოტა ამოისუნთქოს ამ სისტემამ და საშუალება გაჩნდეს ინვესტირების ამ სფეროში. ასე რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, უზარმაზარი მხარდაჭერა არის, როგორც პოლიტიკური, ასევე საკანონმდებლო და ყველანი ელიან ჩვენგან ცვლილებებს და ჩვენც თავისთავად ხარდიან მიზადებით, რომ ძალიან დიდი ბატონო ალექსანდრე, ვინაიდან ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა შეიცვალოს უკრაინაში, მე გავიხსენებ თქვენ საკმაოდ ხმაურიან განცხადებას ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. ერთ-ერთი დაუმთავრებელი საავადმყოფოს მშენებლობის საქმის გამოძიება და იმ პირთა დაკავება მოითხოვეთ, რომელთაც არ დაასრულეს ეს მშენებლობა, დაიწყეს, მაგრამ ბოლომდე არ მიიყვანეს. თქვენ ასეთი რამ განაცხადეთ, მე გავაკეთებდი ასე, დავიჭერდი მათ და წავართმევდი მოპარულ ფულს 2015 წლისთვის, ამის შემდეგ თქვენ მინი რევოლუციაც დაანონსეთ, როგორც მე ვთქვი. ასეთ რადიკალურ და რევოლუციურ განცხადებებს როგორ აღიქვამენ უკრაინაში? იმის ფონზე, რომ თქვენ თავად უკრაინელი მინი რევოლუცია მომაწერას, თქვათ, კოლეგებმა მიამატეს ამას ყველაფერს, თორე მინი რევოლუცია თავისთავად მინიც მოხდებოდა უფრო დიდი რევოლუცია ჯანდაცვაში, რომ აქ პრინციპში სისტემა არის ფუნქციონირებს ისე, როგორც ჩვენთან მაგალითად საქართველოში ფუნქციონირებდა 95 წელს. აი წარმოიდგინეთ, რეფორმების მხრივ რამდენად უკან არის უკრაინა, ეს პროცესი ძალიან კარგად ესმით და ამიტომაც იციან ამიტომ ძალიან კარგად იციან, რომ ძალიან ბევრი ცვლილება საჭიროა სწრაფად. მაგრამ რაც შეეხება ამ განცხადებას, შემოს ეს იყო საუბარი ბავშვთა საავადმყოფოზე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ, 4-5 წლის წინ იყო გამოყოფილი ძალიან დიდი თანხა. სამწუხაროდ არაფერი არ გაკეთდა, ეს სახელმწიფო თანხა იყო გამოყოფილი და რეალურად არც არავის არ უგიარენარი პასუხი. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად ეს პრობლემა უკრაინაში არის, იმიტომ რომ კორუფციის პრობლემა და ზოგადად სახელმწიფო ხარჯების და სახელმწიფო თანხების გამოყენების არამიზნობრივად კი არა, უბრალოდ მოპარვის კუთხით და სამწუხაროდ დაჟილი ჯერ მე ყოველთვის არ მინახავს ჩემ სისტემაში მაინც არც ერთი და დღეს როდესაც ქვეყანას ძალიან უჭირს ომი არის ქვეყანაში, დღეს კიდევ სახელმწიფოს მოპარო ფული და სახლში წაიღო, ეს არის უბრალოდ არა მარტო თქვათ დანაშაული, რომელსაც ჩადეხარ ხაზინის და სახელმწიფო ფულის განიავების, არამედ ზოგადად ამ დროს ყველაზე მძიმე პრობლემა უკრაინაში სწორედ ეს არის კორუფციის პრობლემა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ აგრეთვე ბატონო ალექსანდრე განაცხადეთ, რომ უკრაინის ჯანდაცვის სისტემაში მთლიანად სამინისტროში და მთლიანად სამედიცინო სფეროში ბევრად უფრო რთული მდგომარეობა დაგხვდათ, ვიდრე ელოდებოდით. ამ ფონზე მით უმეტეს, როდესაც ომი მიმდინარეობს ქვეყანაში, რამდენად გაქვთ თქვენ იმედი, რომ რეალურად მოახერხებთ რეფორმების გატარებას, წარმატების მიღწევას იმ დონეზე, როგორც თქვენ გაქვთ გათვლილი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ თქვენ ძალიან დიდ რისკზე წახვედით, როდესაც მინისტრობის პოსტს დათანხმდით. ხა რისკი არ ვიცი რაში მდგომარეობს, მე უბრალოდ ჩამოვედრო დავეხმარო ქვეყანას გაიყვალოს გზა. მე უბრალოდ მაქვს გამოცდილება მრავალწლიანი საქართველოში რეფორმებზე მუშაობის, არა მარტო ის პერიოდი, როცა ვიყავი სამინისტროში, არამედ მანამდეც, როცა ჩვენ ახალგაზრდა ჯგუფი ვიყავით, რომელიც ეხმარებოდა მაშინ სამინისტროს კონცეფციების შექმნაში და მსოფლიო ბანკთან მუშაობდით, ამიტომ ის ეტაპი, რაც უნდა გაიაროს უკრაინამ დღეს რეფორმის კუთხით, ეს ეტაპი მე საქართველოში ამის გამოცდილებაც მაქვს მიღებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ომის ფაქტორი ეს ძალიან მძიმე ფაქტორია ქვეყნისთვის, ეს არის ჩვეულებრივი რომ გქონდეთ წარმოდგენა, ეს არ არის რაღაც
შეერაღებული კონფლიქტი, ეს არის ჩვეულებრივი ომი 500 კილომეტრიან ფრონტზე, სადაც ყოველდღე მიდის საომარი მოქმედება, ეს არის რაღაც საშინელება. თავისთავად ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაზე, თუმცა ეს ჩემის აზრით არ უნდა იყოს რაღაც არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ გახორციელოს რეფორმები. Პირიქით, მსგავსმა ექსტრემალურმა სიტუაციამ უნდა დააჩქაროს პროცესი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას. აქედან გამომდინარე, კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო ბევრად მეტი სირთულე არის, იმიტომ რომ აქ ის საბჭოთა სისტემა რომელიც არსებობდა ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა ბოლო 25 წლის განმავლობაში, არაფერი რეალურად არ შეცვლა, ამიტომ აქ უფრო გადაკეთება საჭირო იმ ინფრასტრუქტურის და იმ სისტემის ზოგადად, რომელიც არის განსხვავებით ჩვენგან, როცა ჩვენ პრინციპში ამას თავიდან ვაშენებთ. დიახ, ბატონო ალექსანდრე, ვინაიდან თქვენ ახსენეთ თქვენი გამოცდილება საქართველოში, რომელიც ახლა უნდა გამოიყენოთ, ბუნებრივია, უკრაინაში თქვენ იცით რომ როდესაც თქვენი დანიშვნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი კრიტიკული განცხადება გაისმა მათ შორის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ თქვა რომ როგორ შეიძლება ამ ჯანდაცვის სისტემაში იმ ადამიანის დანიშვნა რომელმაც საქართველოში დააქცია ჯანდაცვის სისტემა გესმით ჩემი ბატონო ალექსანდრე ბატონო სანდრო მე მაინტერესებს ერთი საკითხი ამაზე დავიწყე საუბარი როდესაც თქვენ დაინიშნეთ თანამდებობაზე ამ თანამდებობაზე ჯერ დანიშნულიც არ იყავით პრინციპში როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მაშინვე წამოვიდა ძალიან კრიტიკული შენიშვნები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა რომ როგორ შეიძლება თქვენი ამ თანამდებობაზე დანიშნა ადამიანის რომელმაც დააქცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სხვებმა თქვეს რომ არანაირი რეფორმა საერთოდ თქვენგან გატარებული აქ არ ახსოვთ ასეთი განცხადებები რაიმე გავლენას თქვენს რეპუტაციაზე უკრაინაში ახდენს თუ არ აქცევს ამას არავინ ყურადღებას? იცით რა არის, მორეთ ამაზე მე მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, წარმოვადგენ რა უკვე უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ ის თუ რა აკეთა საქართველოში, საქართველო არ არის დახურული ქვეყანა, მასში ჩადის ძალიან ბევრი ტურისტი, მათ შორის უკრაინიდანაც. ჩადეს არა მარტო ტურისტი, არამედ სახელმწიფო დელეგაცია, ჩადეს დელეგაციები როგორც დღევანდელ მთავრობასთან, ასევე წინამთავრობებთან. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად იციან რა გაკეთდა, რა აკეთდა, როგორ გაკეთდა და გამომდინარე იქიდან თუ რა რეფორმები გატარდა ქვეყანაში, მათთვის იყო საინტერესო ჩემი გამოცდილების მიღება და აქ გამოყენება. ეს იყო მათი გარაცხყვეტილება, ეს იყო მათი არჩევანი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავამართლო ეს არჩევანი და დავეხმარო ქვეყანას ძალიან რთული სექტორის რეფორმირებაში. ამაში მე მხარს მიჭერს არა მარტო ის გამოცდილება, რომელიც მე მაქვს, არამედ უზარმაზარი რესურსი კონსულტანტების, საერთაშორისო კონსულტანტების, რომლებიც თავის დროზე მუშაობდნენ საქართველოში, მინდა გითხრათ, ეს როგორც სოფლიო ბანკის პროექტი, ასევე სხვა პროექტებიდან და ეს ის ხალხია, რომელიც იცის ძალიან კარგად, როგორ გატარდა რეფორმები საქართველოში, რანაირად მოხდა იქ გატარებულ ცვლილებების და აქედან გამომდინარე მათ მხარდაჭერა მაქვს აბსოლუტური და მთლიანად მთელი ესე ვთქვათ კორპუსი, როგორც საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების, ასევე მეც სათავართ რომ ყველაფერში დავეხმაროთ უკრაინულ ხალხს, რომ უკეთესი ჯანდაცვის სისტემა. ბატონო ალექსანდრე, ვისთან ერთად მუშაობთ თქვენ მან და აი ახლა ჩვენ გია გეწაძე გვერდთვებოდა, რომელსაც თავისი გუნდი ყავს. ქართველებს გულისხმობ მასთან ერთად, ეკა ზულაძეს აგრეთვე ყავს ქართველები თანაგუნდელებად. თქვენ ყავთ ასეთი თქვენი გუნდი, რომელიც საქართველოსდან წაიყვანეთ? არა, მე ჯერ ქართველი თანაგუნდელები არ ყავდა, სამწუხაროდ ერთადერთი ქართველი ხართ, რომელიც მხოლოდ უკრაინელებთან მუშაობს სამინისტროში. ეულად. ეულად. იცით იქიდან გამომდინარე, რომ მე აქ 3 თვე მუშაობდი მანამდე, ამიტომ მაქვს ეს ურთიერთობები აქ ხალხთან, რომელიც რეფორმებზე მუშაობდა უკრაინელებთან, თვითონ აქაურ მოქალაქეებთან, ამიტომ ამ წუთში, ამ მომენტში მათ ერთად მუშაობთ. თუმცა ცხადია, თავისთავად, როცა იქნება ამის საჭიროება, აბსოლუტურად ღია გზა, რომ მოვიხმაროთ და დავიხმაროთ ეს კონსულტანტების კუთხით ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შეუძლიათ ჩვენ დავეხმაროთ რეფორმებაში. მე მახსენდება ბატონო ალექსანდრე, ერთი უკრაინელი, რომელიც ეულად მუშაობს ქართველების გარემოცვაში, დავით სერგეენკოს მუშაობს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია. თქვენ მასთან თუ გაქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ერთხელ განაცხადეთ და ჩვენ ვიცით რომ ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი უკრაინაში არის სწორედ საქართველოს მთავრობა და დავით სერგეენკო პირადადაც იყო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც იქ ომი დაიწყო. კი ასე იყო, მაგრამ ჩემი აქ დანიშნვის შემდეგ არ ქონია ჩვენ ურთიერთობა ოფიციალური და ამ ურთიერთობის არავითარი პრობლემა არ არსებობს. ეს ვინაიდან
ჯანდაცვა ეს არის ეს სფერო, რომელიც არის პოლიტიკის მიღმა. უკრაინელი ხალხი ძალიან აფასებს არა მარტო იმას, რომ მე აქ მუშაობ და მათ ეხმარები, არამედ იმ დახმარებასაც, რომელიც მან მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს იყო სწორი ნაბიჯი და ძალიან აბსოლუტურად გამართლებული. ბატონო ალექსანდრე, ბოლო კითხვა მექნება, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ამჟამად უკრაინაში, მათთან თუ გქონდათ თქვენ შეხვედრა ან რაიმე სახის კონტაქტი? არანაირი კონტაქტი შეხება არ მქონია, ოფიციალურ სიაში ეთქვა მე არ ვიყავი იმ მთავრობის ინტერესებს, რომელიც მონახულება უნდათ, არც მე არ ვიცოდი თქვენ გავიგე რომ საქართველოს დელეგაცია ჩამოსული, თუმცა ვიცი რომ სამთავრობო დელეგაცია ასევე მზადდება ჩამოსასვლად, არ ვიცი ვადები ზუსტად და ეს ჩვენც არ ვიცით ჯერ. საინტერესოა იქნება თორე ოფიციალური შეხვედრები. თქვენ ემზადებით დასახვედრად სამთავრობო დელეგაციის? მე არ ვიცი პროტოკოლი თუ როგორ იქნება, ვინ ჩამოდეს, ვინ დახვდეს, ჯერ ამაზე აქ საუბარი არ ყოფილა, თუმცა მე არავითარი პრობლემა არ მაქვს და არც კომპლექსი რომ იმას დახვდე ხელი ჩამოვართვა, მით უმეტეს საქართველოსთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ ხელის ჩამორთმების გაშუქება. დიდი მადლობა ბატონო სანდრო, მე წარმატებას გისურვებთ თქვენს და ყველა ქართულ საქართველოს მოქალაქეს, უბრალოდ ყოფილ საქართველოს მოქალაქეს თქვენ შემთხვევაში, რომელიც იძულებული გახდა უკრაინის მოქალაქე გამხდარიყო იმისათვის, რომ დაეკავებინა ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა. წარმატებას გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. ჯანდაცვის მინისტრი უკრაინიდან სანდრო კვიტაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.